კაცობრიობა ვითარდება ძალიან სწრაფად. მალე ჩვენ შევძლებთ ვიხილოთ მანქანები, რომლებსაც შეეძლებათ ფრენა. ვიხილავთ სუპერკომპიუტერებს, რომლებსაც შეეძლებათ სინათლის სიჩქარით გააკეთონ გამოთვლები. მაგრამ ერთი რამ არის შეუცვლელი. კაცობრიობა არ უვლის თავის ბუნებას და არ ზრუნავს თავის ქვეყნის ქუჩების სისუფთავეზე. საქართველოში თქვენ არა მარტო ქალაქებში, ასევე სოფლებშიც ნახავთ ხალხს, რომლებიც ყრიან პირდაპირ ქუჩაში თავის ნაგავს, თუმცა ამისთვის ყველგან არის ურნები. უკვე წლებია ამ პრობლემას ებრძვის ერთეულები, მაგრამ სასურველ შედეგს ვერ იღებენ. ამისთვის საქართველოს სპეცსამსახურებმა შეიმუშავეს ქალაქის დანაგვიანებასთან დაკავშირებით ბრძოლის ახალი ხერხი. ეს არის სპუტნიკი, ანუ თანამგზავრი, რომელსაც ექნება შესაძლებლობა დააფიქსიროს კოსმოსიდან ნებისმიერი დეტალი, კერძოდ კი ის არის დაპროგრამებული ნებისმიერი ნივთის ქუჩაში გადაგდების დაფიქსირებაზე. და ახალი ულტრაზუმი, რომელსაც შეუძლია ნემსის და საღეჭი რეზინის სრულყოფილად დანახვა და სპეციალური ბაზა ზუსტად ამოაგდებს პირს, ვინც ეს ნივთი გადააგდო და გადასცემს ამ მონაცემებს სპეცსამსახურში, რომელშიც ამ პირზე იქნება ამოწერილი ჯარიმა, რომლის ოდენობა ჯერ არ ჟღერდება. სპეცსამსახური 24 საათიან რეჟიმში იმუშავებს, შაბათ-კვირის დღეებშიც. თუ ქუჩაში გადაგდებული ნივთი იქნება 1 კილოგრამზე მეტი, ამ შემთხვევაში ჯარიმასთან ერთად მას მოადგება სპეცსამსახურის გამოყოფილი სამობილიზაციო ჯგუფის წევრები. ამიტომ დღეიდან მოგიწოდებთ, ნუ დაყრით ნაგავს ქუჩაში. გახსოვდეთ, ამისთვის არის ურნები. ერთად ვიზრუნოთ ქვეყნის ქუჩების სისუფთავეზე.